დღეს სტუმრად გვეყოლება საბჭოთა ავტოინდუსტრიის დავიწყებული ექსპერიმენტი მოსკვიჩ ტურისტი. 1964 წელს საცდელ რეჟიმში მოსკვიჩ 408 ბაზაზე შეიქმნა მისი ორი ნიმუში, ელეგანტური 2+2 ტიპის კუპე კაბრიოლეტი, რომელსაც ასევე ჰქონდა მოხსნადი მყარი სახურავი. ამ ორი პროტოტიპიდან ერთი იყო ალუმინის გარე პანელებიანი კორპუსით, ხოლო მეორე ფოლადის. ძრავიც ექსპერიმენტალური იყო და იგეგმებოდა საწვავის შეფქვევის ელექტრონული სისტემის დაყენება, რაც ნამდვილი ტექნოლოგიური ნახტომი იყო იმ ეპოქისთვის. ტურისტის იდეა მოდიოდა ბელგიური კომპანია სკალდია ვოლგასგან, რომელიც ევროპაში საბჭოთა მანქანებს ყიდდა. მათ სჯეროდათ, რომ ელეგანტური კაბრიოლეტი დასავლეთში მოთხოვნას გაზრდიდა და მოსკვიჩ 408 ხაზს პოპულარობას მოუტანდა. სამწუხაროდ ამ პროექტს არ დასცალდა ბოლომდე მიყვანა, რადგან იმავე წელს საბჭოთა ხელისუფლება შეიცვალა და ტურისტის ისტორიაც აქ დასრულდა.